განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინა საუბარში კონკრეტულად ფაქტობრივად ვეხებოდით ადრე ქრისტიანული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის მოციქულთა განწესებანის ისტორიას, ეკლესიის მამათა გამონათქვამებს, ეკლესიის მამათაგან დამოწმებებს ამ ძეგლისას, რაც მნიშვნელოვან დასკვნებს გამოგვატანინებს. მივედით მე-7 საუკუნის შუაწლებამდე, მე-7 საუკუნის მეორე ნახევრამდე და ვფიქრობთ ცხადად იქნა წარმოჩენილი, რომ ჯერ კიდევ ერთი ხაზი, ერთი განწყობა აღნიშნული ძეგლთან დაკავშირებთან და უფრო მართებული იქნება აღნიშნული ძეგლის შეურყვნელ წმინდა ნაწილთან დაკავშირებით. ცალკეული შენარევები უეჭველად ექნებოდა ამ ძეგლს უკვე, მაგრამ ეს შენარევები ალბათ ჯერაც მეორე ხარისხოვანი რჩებოდა არსებითი ნაწილი ამ ძეგლის და ჯერ კიდევ გაუკუღმართების გარეშე იყო, რასაც არა მხოლოდ გამოყენებაც ხატობს აღნიშნული ძეგლისა უდიდეს მოძღვართა მიერ, იქნება ეს მე-4 საუკუნიდან თუ დავიწყებთ, ეპიფანე კვიპრელი, პროკლე კონსტანტინოპოლელი, ეფთალე, რომელიც ახლა ამ წმინდანთა შორის არ შედის, მაგრამ ხირსეული მოღვაწეა, ლეონტი, სოფრონი იერუსალიმელი, მაქსიმე აღსარებელი თუ სხვები. მაქსიმე აღსარებელი იყო ის ბოლო ავტორი, რომელიც ჩვენ წინა საუბარში დავიმოწმეთ და რომლის გამონათქვამით სავსებით ერთაზროვანი აღნიშნული ძეგლის ღირსებას წარმოაჩენს, თუნდაც ეპითეტურად, როდესაც ის მოციქულთა განწესებებს უწოდებს წმინდას. როგორც ეს მოციქულთა წმინდა განწესებებში წერია ასიამოს მაქსიმე აღსარებელი ციტატის მოტანის შემდეგ. მაგრამ აქ შემთხვევაშიც ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად დიდი დაფასებისა, მე-7 საუკუნეში მნიშვნელოვან ტექსტობრივ გაყალბებათა გამო უმრავლესობა უკვე ეჭვის თვალით უცქერდა ამ თხზულებას. ჩვენ ზემოთ ვნახეთ, რომ ასეთი დაეჭვება ბევრის მიერ გამოთქმული იყო ჯერ კიდევ წმინდა ეპიფანე კვიპრელის დროს, როდესაც ეპიფანე ამბობდა, მაშინ ერთ-ერთი ციტატა მოვიდანეთ, რომ ეს ძეგლი ბევრისთვის საკამათო ჩანს, მაგრამ არ არის ის არსებითად შერყვნილიო. დაახლოებით რომ თქვათ, ასეთია პერიფრაზი წმინდა ეპიფანეს სიტყვებისა. მაგრამ ასეა თუ ისე დაეჭვება სახეზეა უკვე მე-4 საუკუნისთვის. ეს დაეჭვება მე-7 საუკუნისთვის უკვე მნიშვნელოვნად გაძლიერებულია, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს შენარევები, არაჭეშმარიტი ტექსტობრივი ჩართვები თანდათან მატულობს, ბევრდება და ჩვენ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა ზემორე ცნობისა, რაც ეპიფანე კვიპრელს უკავშირდება, რომ საკამათოდ აღიქვამდა ბევრი ამ ძეგლს უკვე მე-4 საუკუნეში, თანდათან რომ ძლიერდება ეს უარყოფითი განწყობა, ამის ერთ-ერთ დადასტურებად ჩვენ შეგვიძლია მოვიხმოთ მე-5 საუკუნის მწერლის არისტოკრიტე, ეგრეთ წოდებული თეოსოფის აპოკრიფულ წიგნთა სია, მან სია შეადგინა, სადაც მოციქულთა განწესებანი ფსევდოეპიგრაფიკულ ძეგლებში აქვს მოთავსებული. ეს დასაბუთებული ეჭვი მოგვიანებით კიდევ უფრო ძლიერდება და მე-7 საუკუნის მიწურულს, კერძოდ როგორც ეს თავის დროზე აღვნიშნეთ, 691 წელს კონსტანტინოპოლის ტრულის კრებაზე ასეთი კანონია გამოტანილი. ჩვენ ამას ახალქართულად წარმოვადგენთ. ამ წმინდა კრებამ უმჯობესად და ყოვლად სასურველად მიიჩნია, რომ მან ამიერიდანაც მტკიცედ და უცვლელად შეინარჩუნოს ჩვენზე უწინარეს წმინდა და ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და დამტკიცებული და წმინდა და დიდებულ მოციქულთა სახელით ჩვენთვის გადმოცემული 85 კანონი. ეს ის 85 კანონი გახლავთ, რომლის 95 კანონში მოციქულთა განწესებანის ღვთაებრიობა, პირდაპირ რომ თქვა და განსაკუთრებული ღირებულებაა წარმოჩენილი. ამიტომ გახაზავს ტრულის კრების ეს კანონი პირველ რიგში მოციქულთა 85 კანონის ავტორიტეტს, იმიტომ რომ ამ ძეგლის შესახებ წერილობით სწორედ იმ კანონშია საუბარი და რამდენადაც საპირისპირო განჩინება გამოაქვს ამ კრებას, ესე იგი თუ მოციქულთა 95 კანონი ამ ძეგლის ღირსებას წარმოაჩენს და განსაკუთრებულ ღირსებას, ხოლო ხსენებული კრება პირიქით უღირსებაზეა აქცენტირებული, განმარტებად საჭიროა თუ რატომ შეიცვალა მოციქულთა საღვთო კანონების ეს პირდაპირი განჩინება, რომ ძეგლი მოციქულთა განწესებანი ღვთიურია. ამ კანონში ვკითხულობთ, ესე იგი ეს 85 კანონი ჩვენგან გაზიარებულია სალხინებელად სულთა და საკურნებელად ვნებათა. ამ კანონებში ნაბრძანებია, რომ შევიწყნაროთ იმავე წმინდა მოციქულთა კლიმენტისეული განწესებანი. აქ იგულისხმება მოციქულთაგან ნაკარნახევი, მოციქულთაგან გადმოცემული, მაგრამ კლიმენტისგან ჩაწერილი, კლიმენტისგან დაწერილი განწესებანი. ანუ იგივე თხზულება, რომელსაც მოციქულთა განწესებანი ეწოდება. ესე იგი, ამ მოციქულთა კანონებში ნაბრძანებია, რომ ჩვენ ეს ძეგლი მივიღოთო, ამბობს ამ კრების მამათა კრებული. რომელთაგან ესე იგი ამ განწესებათაგან ზოგიერთს ძველადვე არამართლმადიდებელთა ღვთისმსახურებისათვის უცხოდა ყალბი რამ დაემატა ეკლესიის შესარყვნელად.
აქ უკვე მკვეთრად არის წარმოჩენილი, რომ მოციქულებმა როდესაც 95 კანონში ამ ძეგლის მოციქულთა განწესებანის სიწმინდე წარმოაჩინეს, მაშინ ეს ძეგლი მართლაც წმინდა იყო. ტექსტობრივად მთლიანად შეურყვნელი იყო, მაგრამ შემდეგ მოხდა მისი გაუკუღმართება, ამას უსვამს ხაზს ხსენებული კრება და ამიტომ აღნიშნავს, რომ ძველადვე არამართლმადიდებელთა ღვთისმსახურებისათვის უცხო და ყალბირამ დაემატა ამ ძეგლს ეკლესიის შესარყვნელად და ამით საღვთო დოგმატთა კეთილსახოვანი მშვენიერებაც დაიჩრდილა. ამიტომ უმეტესად ქრისტიანის სამწყსოს აღორძინებისა და განმტკიცების მიზნით მართებულად უკუვაგდებთ ხსენებულ განწესებებს. ამავე კრების შესანიშნავი ძველი ქართული თარგმანი, მსმენელს შეუძლია ნახოს, არსენისეული თარგმანი დიდი ჯულის კანონის ტექსტში, რომელიც გამოცემული 1975 წელს გამოიცა 372 გვერდზე. ეს გახლავთ, რაც ჩვენ აქ მოვიდანეთ ტრულის კრების მეორე კანონი. ამრიგად ამ კანონით თავის დროზე უწმინდესი, მაგრამ შემდეგ ტექსტობრივად გაუკუღმართებული მოციქულთა განწესებანი განკანონდა, ანუ ანათემირებული იქნა, ანუ უკუგდებული იქნა. მიუხედავად ამისა, კრების შემდეგაც მამათაგან ზოგი კვლავაც წმინდა წიგნად თვლიდა ხსენებული ძეგლის შეურყვნელ ნაწილს. ჩვენ რომ მართებულობა გქონდეს შეფასებაში თუ რატომ ხდება მსოფლიო კრების განჩინების შემდეგ კვლავაც სარგებლობა ამ ძეგლით და არა მხოლოდ სარგებლობა, კვლავაც წმინდა ძეგლად მისი წოდება, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ სარგებლობა და გამოყენება ხდება მხოლოდ იმ ნაწილისა, რომელიც შეურყვნელია და ამის გარჩევა უდიდეს მოძღვართ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალუძთ და სწორედ ამ შეურყვნელ ნაწილს განუკუთვნებენ ისინი ეპითეტ წმინდას. არა იმ შერყმლის და დამახინჯებულს, რის გამოც ტრულის კრებამ აღნიშნული ძეგლის გამოყენება აკრძალა და აკრძალა მრევლისთვის საჯაროდ, თორემ მოძღვართათვის ის არასოდეს არ აკრძალულა იმგვარ მოძღვართათვის, რომლებსაც რჯულის ლამპარი ხელთ უპყრიათ და არაფერს გაუკუღმართებულს, რა თქმა უნდა, ცდომილების, უცოდნელების გამო ამ სიწმინდეში არ შემოუშვებენ. პირუკუ, რაც შერყვნილია ამ ძეგლში, ისინი სრულიად გამჭვირვალედ ხედავენ ამას და რაც შეურყვნელია და კლიმენტისეულია და მოციქულთა დროინდელია, ამასაც ცხადია ყოვლად უზადოდ ხედავენ, ჭვრეტენ და სწორედ ამ უზადო ნაწილს იშველიებენ ისინი შემდგომ საუკუნეებშიც. სხვაგვარად ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ახსნით, რომ ამ კრების შემდეგაც დიდი მოძღვარნი კვლავაც სარგებლობენ ხსენებული მოციქულთა განწესებანი. ანუ ეს კვლავ იმის დადასტურებაა, რომ მოციქულთა განწესებანი მთლიანად კი არ გაუკუღმართებულა, მთლიანად კი არ შერყვნილა, არამედ სხვადასხვა ადგილი გაირღვნა მისი ტექსტობრივი გვიანდელი ჩანართების გამო და რამდენადაც მოუმზადებელ პიროვნებას, ანდაც თუნდაც სასულიერო პირს, მაგრამ არა იმგვარი გამჭრიახი მჭვრეტელობის ქონეს, რომელსაც შეუძლია ზედმიწევნით გარჩევა იფქლისა და ღვარძლისა, აი ამგვარ პირთათვის სახმარებლად აიგრძალა ეს ძეგლი, თუმცა არა, რა თქმა უნდა, ისეთ მოძღვართათვის, რომლებიც მისხალ არიან განმრჩევნი უკეთურებისა და სიკეთისა. ამიტომაა, რომ 691 წლის შემდეგაც, ტრულის კრების შემდეგაც, თუნდაც ისეთ უდიდეს ავტორიტეტთან ეკლესიისა, როგორც გახლავთ წმინდა იოანე დამასკელი, ჩვენ გვხვდება ამ ძეგლის დამოწმება. კერძოდ ეს დამოწმება სახეზეა იოანე დამასკელის ქადაგებაში წმინდა მარხვათა შესახებ, სადაც აღნიშნულია. როდესაც ამოვიკითხეთ წმინდა მოციქულთა განწესებანი, როგორც ხედავთ ეპითეტი კვლავ სახეზეა წმინდა, ეს განჩინება ვნახეთ. საჭიროა ვიმარხოთ წმინდა ორმოცეული. მართლაც ეს ციტატა მოციქულთა განწესებაში გვაქვს. იქვე იოანე დამასკელისგან განმარტებულია თუ როგორი აზრი აქვს მოციქულთა დამოწმებულ განჩინებას. ხოლო ერთი გვერდის შემდეგ ხსენებული ძეგლი იოანე დამასკელისგან კვლავ დამოწმებულია და მისგან მოტანილია საკმაოდ მოზრდილი ციტატა. აი ამ ძეგლში, ესე იგი ამ ქადაგებაში, ვრცელი ციტატა, ამ ციტატას ახლა არ წარმოადგენთ, მაგრამ თვითონ ეს ციტატა რომ დამოწმებულია ასე ვრცლად იოანე დამასკელისგან, ხოლო იოანე დამასკელი მერვე საუკუნის მოძღვარია მოგეხსენებათ, ეს უეჭველი და სრულიად უპირობო დადასტურებაა იმისა, რომ მოციქულთა განწესებანი მთლიანობითად და ყველას მოხმარებისგან კი არ განკვეთილა, მხოლოდ მოუმზადებელთან, მხოლოდ გონებით ნაკლებ გამჭრიახთა და ნაკლებ ჭვრეტელთაგან აიგრძალა მისი, ანუ მასობრივი ხმარებისგან აიგრძალა, თორემ ღირსეულ მოძღვართათვის ის რჩებოდა კვლავაც გამოსაყენებელ წიგნად და ავტორიტეტულ წიგნად აი ამ ძეგლის შეურყვნელი ნაწილი, ხოლო შეურყვნელი ნაწილის გამოყოფა სწორედ მათ ხელეწიფებოდათ. მოციქულთა განწესებანი შეგვიძლია აღნიშნოთ საღვთო სიტყვად მიაჩნია მე-9 საუკუნის ცნობილ ქრისტიან საეკლესიო ავტორს, ცნობილ ქრონოგრაფს, ანუ ჟამთა აღმწერელს, გიორგი ამარტოლს, რომლის ქრონოგრაფი, ანუ ჟამთა აღწერა მოგეხსენებათ
ძველქართულადაც ათარნვილი წმინდა არსენი ყალთოელის მიერ. გიორგი 852 წელს აღესრულა, ესე იგი ის მე-9 საუკუნის პირველი ნახევრის ვითარებას წარმოგიდგენს ჩვენ და აი ეს მოძღვარიც, როგორც აღვნიშნეთ, მოციქულთა განწესებებს იმოწმებს კვლავ თავისი ქრონიკის, აი ამ შრომის 50-ე თავში, სადაც ხაზგასმით შემდეგია აღნიშნული. ჩვენ ამ შემთხვევაში ციტატა იმდენად არ გვაინტერესებს, რამდენადაც იმ ძეგლის შეფასება, საიდანაც ეს ციტატაა. ციტატის შემდეგ გასცემს: ამას ამბობს საღვთო სიტყვა მოციქულთა განწესებებში. აქ საგულისხმოა, რომ საღვთო სიტყვა. ესე იგი, გულისხმობს მოციქულთა განწესებების იმ ადგილს, რომელიც შეურყვნელია და ეს შეურყვნელი გაუგუღმართების გარეშე გადარჩენილი გარკვეული ნაწილი მოციქულთა განწესებებისა მას ღვთის სიტყვის გამოხატულებად მიაჩნია. იმავე ავტორთან სხვაგან ვკითხულობთ. საღვთო სიტყვამ ამგვარად გააცხადა და თქვა მოციქულთა განწესებაში. ზემოზე ხსენებული ძეგლის, ესე იგი ქრონოგრაფის, ანუ ჟამთა აღწერლის 121 თავში მოტანილია კვლავაც ციტატა მოციქულთა განწესებაიდან და ეს ციტატა ამ შემთხვევაში გულისხმობს პეტრე მოციქულის სიტყვებს, ესე იგი თვით ძეგლში მოციქულთა განწესებებში ეს ციტატა პეტრე მოციქულის სიტყვებათაა წარმოდგენილი და ამგვარადვეა მოტანილი გიორგი ხამარტოლის მიერაც, ესე იგი როგორც ჭეშმარიტად პეტრე მოციქულის სიტყვები. და თუნდაც ამითაც ჩანს, რომ გიორგი ამარტოლს მოციქულთა განწესებანის გარკვეული ნაწილი დაყალბევ ძეგლად არ მიაჩნია. ესე იგი, მთლიანად წახდენილად ეს თხზულება მას არ ეგულება. კერძოდ ეს დამოწმება ამისა, ამგვარი სახისაა. გიორგი ამბობს ხამარტოლი, ამის შესახებ მოციქულთა განწესებანში ამბობს დიდი მოციქული პეტრე და მერე მოტანილია სათანადო სიტყვები. კიდევ იმავე ძეგლში სხვაგან ჩვენ ასეთი ციტატა შეგვიძლია მოვიშველიოთ. ამათ შესახებ მოციქულთა განწესებაში ამბობს საღვთო სიტყვა. ან კიდევ სხვა ადგილას მოციქულთა განწესებაში ამგვარად ამბობს საღვთო სიტყვა. ესე იგი, როგორც ხედავთ, ყველგან ყველა შემთხვევაში რა ციტატაც მოაქვს გიორგი ხამარტოლს, ყველგან იგი მას სახელდებს როგორც საღვთო სიტყვას. შეიძლება და აგრეთვე გარდა ამ ორი ავტორისა, წმინდა იოანე დამასკელისა და გიორგი ხამარტოლისა, მიგვეთითებინა უდიდესი მოძღვრის წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, რომელიც მე-11 საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს აღესრულა, აქ სხვადასხვა აზრია მის აღსრულებაზე, ზოგი 1021 წლით თვლის მას აღსრულებულად, ზოგი 1051-52 წლებში, ასე თუ ისე ისაა მე-10 საუკუნის მიწურულისა და მე-11 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე. და ერთ თავის შრომაში ისიც საგანგებოდ აღნიშნავს. მიდმართავს რა მრევლის წევრს, შენთვის უფრო ისაა საჭირო, რომ გულმოდგინედ შეუდგე განწესებათა და კანონთა კითხვას. იგივე წმინდა მამა სხვაგან შენიშნავს, რომელ წიგნებშიც არ ირღვევა ღვთისა, ან მოციქულთა კანონებისა, ან და მოციქულთა განწესებების მცნება, მოვალენი ხართ დაემორჩილოთ მათ და ერწმუნოთ როგორც უფალს. ჩვენ შეიძლება ეს ციტატები კვლავ გაგვეგრძელებინა, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ და ვთვლით, რომ მოტანილი ციტატებიც აშკარად აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი იყო სამოციქულო განწესებათა ღირსეული სწავლებების ავტორიტეტი უძველესი დროიდანვე. გარკვეული შერყუნა, ტექსტობრივი დამახინჯება ამ ძეგლს სამწუხაროდ შეერხო ცალკეულ ნაწილებში, მაგრამ ეს არ ნიშნავდა მის ტოტალურ გაუგუღმართებას, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი გაუგუღმართების გარეშე დარჩა, რაც გვიანაც გამოიყენებოდა. შეიძლება იმის აღნიშვნაც აგრეთვე, რომ მოციქულთა განწესებანი დიდი ხანია, ესე იგი სპეციალური კვლევის საგნად იქცა და ძეგლის ფილოლოგიურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მისი დღევანდელი სახე, როგორც ჩვენამდე ის დღესაა მოღწეული, თავიანთი ამ შენარევები და ყველაფრით მე-4 საუკუნეში უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ხსენებული თხზულების უდიდესი ნაწილი, კერძოდ პირველი 6 წიგნი, ენათესავება სხვათა შორის ჩვენამდე ძირითადად სირიულ ენაზე შემონახულ ვრცელ საეკლესიო რჯულდებას სათაურით მოძღვრება, ანუ საყოველთაო სწავლება მაცხოვრის 12 მოციქულისა და წმინდა მოწაფისა, რომელიც აი ეს ძეგლი სამეცნიერო ლიტერატურაში ჩვეულებრივ წოდებულია როგორც მოციქულთა მოძღვრება, ანუ დიდასკალია. დიდასკალია ბერძნული სიტყვა გახლავდა, ქართულად მოძღვრებას ნიშნავს. ესე იგი, ჩვენ რომ ერთი მეორეში არ აგვერიოს, კიდევ ერთხელ აღნიშნოთ კლიმენტი რომაელის სახელს რა კანონიკური ძეგლები უკავშირდება და რომელია მათგან ღირსეული და შეწყნარებული. შეწყნარებული გახლავთ ერთადერთი მხოლოდ მოციქულთა კანონები, 85 კანონი, რომლებიც კლიმენტი რომაელისგანაა დაწერილი, მისგანაა ჩაწერილი. თავის დროზე ასევე წმინდა იყო, როგორც აუშვეთ, მოციქულთა განწესებანი 8 წიგნად აღწერილი, რომელიც შემდეგ შეირყნა და საეკლესიო ტრადიციაში, როგორც ამ აღნიშვნაში ვთქვით, ასევე ცნობილია ძირითადად სირიულ ენაზე, სათაურით მსგავსი და შინაარსთან მსგავსი ზემორე ძეგლებთან, ასევე კანონიკური ხასიათის ძეგლი, მოციქულთა მოძღვრება, ანუ დიდასკალია.
ესე იგი ეს სხვადასხვა ძეგლებია, რაც უნდა ენათესავებოდნენ ერთმანეთს, თავისთავად სხვადასხვა ძეგლებია და სათაურის მსგავსება ერთი მეორეში მათი აღრევა არ უნდა გამოიწვიოს ჩვენთვის. საკუთრივ ეს ბოლოხსენებული ძეგლი მოციქულთა მოძღვრება ანუ დიდასკალია, უკანასკნელი გამოკვლევების საფუძველზე საბოლოოდ ფორმირებულად მიიჩნევა მესამე საუკუნის პირველი ნახევრიდან. ესე იგი ამ დროს უნდა ჩამოყალიბებული იყო ეს სირიულად მოღწეული ძეგლი. მიიჩნევენ რომ ჩრდილო სირიაში წარმართულებისგან ახალმოქცეულთა დასამოძღვრად. მაგრამ ეს სირიულ ენაზე დაწერილი არ არის. სირიული ტექსტი თარგმანია ბერძნულისგან, თუმცა საკუთრივ ბერძნული ორიგინალი დღეისათვის დაკარგულია, გარდა რამდენიმე უნიშნელო ფრაგმენტისა. ამასთან, რადგანაც ამ მოციქულთა მოძღვრების ანუ დიდასკალიის უმთავრესი თანხვედრი ნაწილი ზემოხსენებულა ჩვენს მიერ განსახილველ მოციქულთა განწესებებთან და ამ განწესებების პირველ 6 წიგნთან სრულიად აღკარაა, შესაბამისად, ბერძნული პირველ სახე ამ მოციქულთა დიდასკალიისა რაღაცნაირად მაინც მიახლოებით შეიძლება დღეს აღდგენილ იქნეს. კვლავ აღნიშნავთ, რომ დიდასკალია სრული სახით დაცულია მხოლოდ სირიულ თარგმანში და ეს თარგმანი ძირითადად ჩვენამდე მოღწეულია ერთ რედაქციად არა, 3 რედაქციის თუ ვარიანტის სახით. გამოქვეყნებულია სხვათა შორის პირველად სირიული ტექსტი გამოაქვეყნა ცნობილმა მკვლევარმა ლაგარდმა, შემდეგ იმავე თარგმანის სხვა რედაქცია გამოცა ჯიფსონმა და მას მოხვა ის, რომ ზემოხსენებულმა ფუნკმა, რომელმაც მოციქულთა განწესებანი გამოაქვეყნა, ამასთან ერთად გამოაქვეყნა მოციქულთა დიდასკალია სირიული ტექსტი, რომელიც მან ლათინურად თარგმნა. ესე იგი ლათინური თარგმანი გამოსცა მას. აქ შეიძლება ყურადღება იმაზეც მიგვექცია, რომ სწორედ ეს დიდასკალია ის ძეგლი, რომელიც მკვლევართა შორის მიჩნეულია როგორც საფუძველი ამავე სათაურის და ამავე დანიშნულების, ესე იგი საეკლესიო რჯულდებითი, ანუ კანონიკური დანიშნულების მქონე ეთიოპური და არაბული ძეგლებისა. ეთიოპურად და არაბულად მოღწეულია მრავალი რჯულდებითი ხასიათის ძეგლი და ყველა მათგანი მიიჩნევა მომდინარედ სწორედ ამ დიდასკალიისგან. როგორც თქვით, ძეგლი გამოქვეყნების ჯამს ლათინურად ფუნკმა თარგმნა, მაგრამ აღნიშნული ძეგლი გარდა სირიულისა ლათინურადაც უნდა ყოფილიყო ძველ დროში ბერძნულიდან თარგმნილი, იმიტომ რომ ფრაგმენტები მოღწეულია. და ეს ლათინური თარგმანი დიდასკალიისა მე-4 საუკუნის მიწურულით თარიღდება და ეს ფრაგმენტებიც დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია მოიპოვოს, იმიტომ რომ ეს ზემორი მსჯელობა საკმაოდ ფაქტობრივი და დაწვრილებითი და ალბათ მსმენელისთვის ძნელად აღსაქმელი, ჩვენ რომ შევაჯამოთ, ასეთ სურათს მივიღებთ, რომ განწესებათა, მოციქულთა განწესებების ერთ-ერთი უმთავრესი მონათესავე არის ის კანონიკური ტექსტი, რაც სირიულადაა ძირითადად მოღწეული და რასაც ეწოდება მოციქულთა მოძღვრება, ანუ დიდასკალია. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კერძოდ ამ შემთხვევაში ეს ძეგლი ნათესავება განწესებათა პირველ 6 წიგნს. მაგრამ თქმული გქონდა, რომ საკუთრივ განწესებანი მთლიანობაში 8 წიგნს შეიცავს და თუ პირველი 6 წიგნის ტექსტობრივი დამთხევა და ნათესაობა დიდასკალიასთან აშკარაა, ბოლო 2 წიგნი სხვა შეფასებას მოითხოვს. კერძოდ მე-7 წიგნის ძირითადი ნაწილი ეფუძნება დღეისათვის უკვე კარგად ცნობილ და ჩვენს მიერ ადრე განხილულ ძეგლს დიდაქეს და თქმის მთელი დიდაქია აქ ციტირებული ამ მე-7 წიგნში. ხოლო მე-8 წიგნი ენათესავება წმინდა იპოლიტე რომაელის ამ უდიდესი მოძღვრის, რომელიც 227 წელს აღესრულა მარტვილურად, ჩვენ ამ მოძღვარს შევეხებით თავის დროზე დაწვრილებით. ასე განწესებათა მე-8 წიგნი ენათესავება სწორედ ამ უდიდესი მოძღვრის უმნიშვნელოვანესზე უმნიშვნელოვანეს თხზულებას სათაურით სამოციქულო გადმოცემა. წმინდა იპოლიტე რომაელის მრავალი უაღრესად ძვირფასი თხზულება აქვს და მათ შორის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი გახლავთ მისი ლიტურგიკულ კანონიკური შრომა სამოციქულო გადმოცემა, ანუ როგორც ლათინურში ეს თარგმნილი სამოციქულო ტრადიცია. მკვლევართა აზრით და ამ მკვლევართა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვასტენის აზრით, რომელიც ერთ-ერთი დიდი პატროლოგია, აი ეს შრომა წმინდა იპოლიტე რომაელისა სამოციქულო გადმოცემა არის დიდაქეს შემდეგ ყველაზე უძველესი და უმეტესად ფასეული საეკლესიო რჯულდებითი ძეგლი. ამრიგად ჩვენ მოციქულთა განწესებების მე-4 საუკუნეში საბოლოოდ ფორმირებული ტექსტი წყაროწოდნეობითი განხილვით ასე შეგვიძლია წარმოვაჩინოთ, რომ ამ 8 წიგნედიდან, რასაც მოციქულთა განწესებანი შეიცავს, პირველი 6 წიგნი აშკარა ტექსტობრივ ნათესაობაშია, ძირითადად სირიულად მოღწეულ, ასევე რჯულდებითი ხასიათის ძეგლთან სათაურით მოციქულთა მოძღვრება, ანუ დიდასკალია. მე-7 წიგნი მოციქულთა განწესებებისა ტექსტობრივად ენათესავება ჩვენს მიერ ადრე განხილულ დიდაქეს, ხოლო მე-8 წიგნი ენათესავება წმინდა იპოლიტე რომაელის შრომას სამოციქულო გადმოცემა. ასეთია წყაროწოდნეობითი შესწავლის ყველაზე უფრო ძირითადი დასკვნები მოციქულთა განწესებებთან დაკავშირებით. ფიქრობთ, ის აღნიშნულად საინტერესოა, რომ მე-8 წიგნის და საზოგადოდ განწესებათა ბოლო ნაწილად
წარმოდგენილი გახლავთ სწორედ ის ძეგლი, რომელიც ჩვენ არაერთგზის ვახსენეთ და რომელიც მოციქულთა კანონებად იწოდება. ესე იგი, ის მოციქულთა კანონები, კანონიკური ძეგლი, რაც დიდი შულის კანონში შედის და 85 კანონში შეიცავს, ასევე შედის მოციქულთა განწესებებში. როგორც ჩანს, ან თავიდანვე იყო ეს და ეს იყო საფუძველი მოციქულთა განწესებებისა და კლიმენტიმ ჯერ ეს დაწერა და შემდეგ ამ მოციქულთა კანონების გვერდით გააფართოვა მოციქულთაგან ნაკარნახევი მოძღვრებების წერილობითი აღწერა, მაგრამ ის პირველ საფუძველი 85 კანონი მისგან ჩაწერილი მოციქულებისგან საფუძვლად დარჩა და შემდეგ შეივსო სხვა ჩანაწერებით მისგან. ასე რომ 85 კანონი თავისთავად შედის ამ მოციქულთა განწესებებში, თუმცა ის, როგორც აღვნიშნეთ, დამოუკიდებელი ძეგლია და წმინდა ძეგლია ყოვლად შეურყვნელი. და როდესაც დიდი შულის კანონში შეიტანეს ეს მოციქულთა კანონები, რა თქმა უნდა, იმის შემდეგ ის ტექსტობრივად არც გაუკუღმართებოდა და არც დაიკარგებოდა. თუმცა ადრეც ეს მოციქულთა კანონები უეჭველად ცალკე უნდა არსებულიყო, რადგან თვითონ მასშია მოხსენებული, როგორც თქვით, მოციქულთა განწესებანი. ესე იგი, ეს მოციქულთა კანონები თვითონ იხსენიებს მოციქულთა განწესებებს და ეს დადასტურება იმისა, რომ ეს ორი ძეგლი ერთი მთლიანობა კი არ იყო თავის დროზე, არამედ ცალ-ცალკე არსებობდა, თუმცა მოციქულთა განწესებაში ის შევიდა მთლიანობაში, როგორც ყველაზე დიდი, ყველაზე წმინდა, ყველაზე ღირსეული კანონიკური განაწესი უადრესი ეპოქისა. ამრიგად, ესე იგი, თუ ჩვენ ყველაფერს ზემოთქმულს შევაჯამებთ, ჩვენს მიერ განხილული ძეგლი მოციქულთა განწესებანი დღეისათვის მოღწეული სახით, არა თავდაპირველი უშუალოდ კლიმენტისგან აღწერილი და უწმინდესი და შეურყვნელი სახით, არამედ ჩვენამდე მოღწეული სახით, ეს წარმოადგენს ქრისტიანობის დასაბამიერი და შემდგომდროინდელი, ესე იგი, შედარებით მოგვიანო ეპოქის ამსახველი ძეგლი გახლავთ ეს, რომელმაც მხოლოდ ნაწილობრივ შეინარჩუნა თავდაპირველი არქეტიპული სიწმინდე და შეივსო გვიანდელი სხვადასხვა ტექსტობრივი შენარევები. თუმცა გარკვეულ ღირსებულებას ეს ძეგლი ინარჩუნებს არა მხოლოდ იმ მამებისთვის, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ, არამედ თანამედროვე კვლევისთვისაც და ზემოხსენებული პატროლოგი ამბობს, რომ ადრეული ეპოქისგან ნამემკვიდრევი ყველაზე უფრო ვრცელი ლიტურგიკულ კანონიკური კოლექცია სწორედ მოციქულთა განწესებების ჩვენამდე მოღწეული ტექსტია. კიდევ აღნიშნავთ, რომ ხსენებული ძეგლის პირველ სახეა ცხადია, სწორედ კლიმენტი რომაელის მიერ უნდა იყოს შექმნილი, როგორც ამას ადასტურებს მოციქულთა 95 კანონი. შემდეგში კლიმენტისეული შრომა თანდათანობით ივსებოდა ერთი მხრივ ფსევდოხასიათის აპოკრიფებიდან, მეორე მხრივ კი მოციქულთაგან მომდინარე სხვადასხვა ზეპირით თუ წერილობითი უწყებებით, რომლებიც ადრეულმა ქრისტიანობამ იმემკვიდრა და აპოკრიფულ კანონიკური ტრადიციის თავმოყრამ, რაც როგორც ჩანს დასრულდა მე-4 საუკუნეში, შედეგად მოგვცა სწორედ ეს ვრცელი ადრექრისტიანული ლიტურგიკულ კანონიკური რჯულდება მოციქულთა განწესებების სახელწოდებით. და დასასრულს ჩვენ ჩამოვთვლით იმ წიგნებს სახელწოდებებს, ეს თვითონ ძეგლში აქვს, იმ 8 წიგნის სახელწოდებებს, რაც მოციქულთა განწესებებში შედის. პირველი წიგნია საყოველთაო სწავლება ერისკაცთა შესახებ, მეორე ეპისკოპოსების, ხუცესებისა და დიაკონების შესახებ, მესამე ქვრივთა შესახებ, მეოთხე ობოლთათვის, მეხუთე მოწამეთათვის, მეექვსე განყოფათა შესახებ, მეშვიდე მოღვაწეობის, ევქარისტიის და ქრისტეს მიერი ზიარების შესახებ, მერვე მადლთა, ხელდასხმისა და საეკლესიო კანონთა შესახებ. გმადლობთ ყურადღებისათვის.